ნათია დაიწყო სვანების მარშიც, ახლა ჩვენ მივდივართ უკვე ფილარმონიის გამოვცდით, კოსტავას ქუჩით, გავივლით სანაპიროს და თავისუფლების მოედნის მხრიდან უკვე ავალთ ყველანი ერთად პარლამენტთან. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, აი ეს არის ხალდეს გმირების მთავარი სათქმელი, რომელიც აქვთ აი ეს მოწოდება აქვთ ახლა ამ ახალგაზრდებს, რომლებიც უერთდებიან ამ მარშს და ბუნებრივია მთავარი სათქმელი სვანები თავისუფლებისთვის. დღეს სწორედ თბილისში მცხოვრებმა და სვანეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საქართველოში გადაწყვიტეს, რომ სვანების მარში მოეწყოთ, ზოგის ჩამოვიდა რეგიონიდან, თუმცა უმეტესობა აქ მცხოვრები არის და ისინი უერთდებიან ბუნებრივია იმ საპროტესტო მუხტს, რომელიც არის საქართველოში. აგერ უკვე რამდენიმე კვირაა და მე შემიძლია ვთხოვო ახალგაზრდებს ეს სათქმელი როგორ შეაფასებთ მიმდინარე საპროტესტო მსვლელობებს, იმ ძირითად მოვლენებს, რომელიც ახლა ხდება ქვეყანაში და რა არის თქვენი ახალგაზრდების სათქმელი? მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვერც ვიძინებ, ვერც ვჭამ 12 წლის მანძილზე პირველად შევიგრძენი ბედნიერება და ძალიან დიდი მადლობა ამ ერთიანობისთვის, ამ ბავშვებს, ამ თაობას, რომელმაც საქართველო ახლიდან მაპოვდინა. სვანეთი არის ერთიანი საქართველოს გვერდით ყოველთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. მადლობა, მე როგორ შეაფასებ მიმდინარე პროცესებს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ხმა ყოველდღიურად ისმოდეს? ძალიან მნიშვნელოვანია, ნინო, მით უფრო რომ ხელისუფლება მოახერხა და ჩვენ ყველა პროფესიის ადამიანი, ყველა კუთხის წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე აქტივისტებად გვაქცია, ერთი მხრივ გვიკეტავს ევროპის კარს, იმ ერთადერთ შესაძლებლობის ფანჯარას, რაც საქართველოს აქვს და მეორე მხრივ გვეუბნება, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა. ეს ასე არაა, ცხადია, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება, საითაც მიყავს ამ ხელისუფლებას ქვეყანა და ამიტომაც ზუსტად ეს არის ჩემი სათქმელი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არ შევეგუებით იმ კურსს, რაც ხელისუფლებას აქვს არჩეული. მოდით ვკითხოთ ახლა კი სხვა მონაწილეებსაც აქციის, რა არის მათი ძირითადი სათქმელი, როგორ აფასებენ მიმდინარე პროცესებს? სიამაყით ვივსები რა, მთელმა საქართველოს გაიღვიძა. ქართულ პოლიტიკაში მსგავსი ტიპის კრეატივი და აქციები არ ყოფილა, რომ უკვე კუთხეების მიხედვით ტარდება მარშები. აი მინდა მივმართო ქართულ ოცნებას და ბიძი და ივანიშვილს რა. ვერაფრით ვეღარ შეაჩერებთ ამ საპროტესტო ტალღას, რაც თქვენი უტვინობით თავზე დაიტეხეთ რა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ გარდა ხალხის მხარდაჭერისა დარწმუნებული ვარ ღმერთიც გულოცავს რა. სვანეთიდან იწყება ევროპა. აი ეს ახალგაზრდობა, ეხლა ვინც ჩვენთან ერთად არის, აი ეს ახალგაზრდობა მის სიტყვას აუცილებლად იტყვის და თავის ხმას გააგონებს ქართულ, რუსულ ოცნებას, რომ თქვენი წასვლის დროა, თქვენ წახვალთ აუცილებლად. გადავინაცვლოთ უკვე, ცოტა წინ გადავალთ, ვეცდებით უკვე აი ახალგაზრდებთან, რომლებიც აი ამ ბანერს, რომლებსაც მოაქვთ ეს ბანერი, პირველ რიგში ყველა არასწორად დაჭერილი რეჟიმის გამო თავისუფლებას ვითხოვთ და ყველანაირ თავისუფლებას ვითხოვთ ჩვენ ქვეყანაში რა. იმიტომ რომ მე პირადად ვარ იმ ადამიანის შთამომავალი, ვინც ამ ქვეყანას თავის დროზე დამოუკიდებლობა მოუტანა. ამიტომ ყველანაირი კავშირი რუსეთთან და რუსეთულ რეჟიმთან ეს არის უბრალოდ ხალხის დაცინვა და იმ ჩვენი წინაპრების დაცვინა, ვინ ჩვენთვის სისხლით აგვარეს. ამიტომ სვანები ყოველთვის ვიყავით ერთად და ყოველთვის ვიქნებით ერთად, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. ასე რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. აქვს თუ არა ბრძოლას ყოველთვის აზრი? თავარი მოწოდება, რომ ნამდვილად აქვს ბრძოლას ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ
ერი, რომელიც არასოდეს ეგუება ბატონს, შესაბამისად არა რუსეთს, გაუმარჯოს ევროპას, გაუმარჯოს საქართველოს. მადლობა, ვიკას ხედავა. ნელ-ნელა. ვიკა შენს რომ გვიძრა, როგორც შემთხვევაშია, ფასად მიმდინარე პროცესები და ჩვენ ხედავთ, რომ იმსნაგიბრად რომ მაგალითად გაიგონოს უფრო მეტად საზოგადოების ხმა ხელისუფლებამ, უფრო რადიკალურ ნაბიჯებს გავს, მაგალითად დასანქცირების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები კიდევ უფრო დააწინაურეს. ყოველდღიური სამოქალაქო პროტესტი, რომელიც დღეს ქუჩაში მიდის, არის იმის პასუხი, თუ როგორ გვექცევა ქართული ოცნება, რომელიც არის თვითმარქვია ხელისუფლება და რომელმაც ჯერ არჩევნები მოგპარა და შემდეგ უკვე ჩვენი ევროპული გზა ჩამოაგრია ერთი განცხადებით. ჩვენი პროტესტი არ გაჩერდება, ჩვენი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშნა და ჩვენი მოთხოვნა რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. ქართული ოცნების ყოველდღიურ საქციელს უკვე ფასი აღარ აქვს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ისინი იქცევიან ქართველი ხალხის ჯინაზე, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ ჯინაზე. ამ ვიცე-პრეზიდენტის დანიშნაც, ეს ჯილდოებიც, დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ ქართული ხალხის ჯინაზე და ქართული ხალხის ჯინაზე ვინც მოქცეულა, დიდხანს ვერ გაჩერებულა ვერავინ და ეს არის დაასრულებენ ისე, როგორც დაასრულა წინა რეჟიმებმა და სხვა ადამიანებმა ამ ქვეყანაში. მე ვიტყვი მამულისათვის ტყვია მიზანში მოსახვედრია თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია. მოდით შეგვიძლია კიდევ ვთხოვოთ სხვა ახალგაზრდებსაც თქვენ როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს, თქვენი საქმელი რა არის და აი ახლა რამდენად მნიშვნელოვანია რომ ყველას ხმა ისმოდეს აქტიურად, რომ ყველა ხელისუფლებამ გაიგოს, რომ საზოგადოების აი არც ერთი ფენა არ არის დარჩენილი, ვინც არ გამოხატავს პროტესტს. უმნიშვნელოვანესია ცალსახად და დღევანდელი პრეცედენტი ამის დასტურია. სვანეთში ახალგაზრდები ძალიან აქტიურები არიან და ყოველთვის აქტიურები იყვნენ და დღეს ამ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც აქ გამოვიდა თავის სათქმელს ამბობს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რა ფასი აქვს იმ ღირებულებებს, რომლებიც დღემდე მოვიპოვეთ და რა ფასი ექნება მომავალში თუ ამას არ შევინარჩუნებთ. შესაბამისად, ხალხი აქ არის, ბედნიერი ვართ ყველანი და ვაფიქსირებთ ჩვენს, ასე ვთქვათ, პოზიციას. მადლობა. აი ესე მოუყვებიან ახლა სვანები სვანების მარშიც დაიწყო. სანაპიროს გავლით ჩვენ უკვე ყველანი ერთად ავალთ თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მოედნიდან ბუნებრივია უკვე ყველა გადაინაცვლეს პარლამენტთან და უკვე სხვა საზოგადოების სხვა ნაწილებს შეუერთებიან, რომლებიც ასევე მართავენ მარშს დედაქალაქის სხვადასხვა კუთხეში და ბუნებრივია საღამოს 7 საათზე უკვე ყველანი ერთად იქნებიან პარლამენტთან, პარლამენტის წინ, რომ შეხვედრის ადგილი ბუნებრივია არ იცვლება 22 ნოემბრის შემდეგ ყველანი ისევ პარლამენტთან იკრიბებიან იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გააგონონ ხელისუფლებას მათი სათქმელი, რომ მათი არჩევანი არის ქვეყნის ევროპული გზა, ევროპული განვითარება, ევროინტეგრაცია და ბუნებრივია ის ორი მთავარი მოთხოვნა, რომელიც არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ახალი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.